მრავალი რეიტინგის გამო ყველაფერზე წამსვლელია. იმდენად ყველაფერზე, რომ მანანა გელაშვილი ფისო ბოტკოველი გახდა. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ფისო ბოტკოველის ჩურჩურები. დღეს ჩვენთან გადაცემაში სტუმრად მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას და მათ ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ. ბატონო დავით, მოგვიყევით თქვენი ისტორია. Გავუტრებ ისო, როგორც მომჩნეთ მე საჯი ვარ. გვერდით იმ საჯი. ნუ ეგრეთ წოდებული ბაკავო ის რასაც ეძახიან. რაში მეგომარეობს ჩემი პრობლემა, ქალბატონო ფისო. საშინელი პროფესია მაქვს. აღარ შემიძლია ეს აუტანელი უკვე ეს ყველაფერი. ავწევ ამ ალამს, ავწევ ალამს, მაგინებენ. მთელი სტადიონი მაგინებს. არ ავწევ მაგინებენ. რა გავაკეთო ვერ გავაკეთე. რა როდემდე რა გავაკეთო, ჰა? რაღაცა მითხარი ქალბატონო ფისო. მე მესმის აბსოლუტურად თქვენი. რატომ არ მოდიხართ სამსახურიდან ამდენი შეურაცხყოფის შემდეგ? დედა, ოჯახი როგორ ვარჩიდო კაც? ოჯახი მყავს, საჩელი ქალბატონო ფისო. მაღალიანო ცხოვრება გაქვთ ანუ? არ არის ახლა მაინც და მაინც ესეთი სახარბიელოვანა ცხოვრება რომ დავფიქრეთ, მაგრამ იღბალი მაქვს კარგი. ტოტალიზატორში ვიგებ ხოლმე ხშირად. სასიამოვნო თქვენ. ბატონო კოტე, თქვენ რად მუშაობთ და რატომ გრძნობთ თავს შეურაცხყოფილად? ხო, მე ჩემი სამსახური, ჩემი ცხოვრება აუტანელი იმიტომ გახდა, რომ ჩემი საქმიანობა SMS-ების გაგზავნა, როდესაც არის გრანდიოზული აქციები ტელევიზორზე, მაცივარზე, სხვა ტექნიკაზე, კონდიციონერებზე, ცხელა და ჩემი ცხოვრება გახდა აუტანელი, იმიტომ რომ ქუჩაში ვიქნები თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ესე იგი აბსოლუტურად ყველგან მაგინები. მე ვერ ხვდები რატომ ამ SMS-ის გამოგზავნის და აი ეს არის რაც ყველას პრიზი აკეთებს. კი, ეგრეა, მე ხშირად ვამბობ მაგ ფრაზას, მაგრამ რატომ არ მოდიხართ სამსახურიდან? ქალბატონო ფისო, ლოგიკური შეკითხვაა, მაგრამ მე იმიტომ ვერ წამოვალ, რომ მე მირჩენია, რომ აი ეს ანაზღაურება მქონდეს და ქუჩაში მაგინოს ხალხმა. ვიდრე სახლში დავშდე და მამაც შემამითხრა შენი უსაქმური დედა. რა თქმა უნდა. გასაკეთე, ანაზღაურება ღირსამად. იცით რა, მაინც ღირს, იმიტომ რომ საშინელებაა ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა ეს დაუსაქმებლობა. მე ახლა შემოვიყან სტუმრად სტუდიაში ადამიანს, რომელსაც ასევე აგინებენ, მოდით გავიგოთ რა არის მისი პროფესია. დაბრძანდით, მოგვიყევით. რა ხართ? რატომ გაგინებენ? ვინ გაგინებთ? რატომ გრძნობთ თავს შეურაცხყოფილად? ფისო, მე არ მუშაობ. ხელფასი მე არ მაქვს, არაფერი არ მაქვს და მაინც მაგინებენ. რატომ მაგინებენ? რა გინდა ბიჭო? ესენი რა შუაშია? თქვნის დედა სმერჩი ბიჭო, რა გინდა? შუაში ხართ, თქვენ რა შუაში ხართ? ტყუნი მქვია. რა თქვია? ტყუნი ენერგია, აგებს, მტყუნი ენერგია, მტყუნი. რატომ მაგინებთ? რა გინდა ბიჭო? ამიშვი. ამიშვი ამარქეს რა ჩემი. რა ხდება? ვინა? შენ კაცი რა ჩაწე ეს დროშა უნდა გაგიგეთო რატო მაშგარიაცია მილიონს ვიგებდი ბიჭო იყო იანი თამაშგარე იყო როგორ არა მე ტყუნის და რა გინდა ბიჭო რატო მაგინებ ბიჭო ხო არა გაგინო გრანდიოზული ფასტაკლება უთოზე ვინც ამ SMS-ებს აგზავნის იმისზე დედა ერთი და იგივე რა თქვენ გითხარით ესო მარტო ფასტაკლებანა რა გავაკეთო ხო არ ვიტყვი ტყუილს წე სიმართლეს წეთ რამდენი თქვენი მეგობარი ტყუილს და შეიძლება ტყუილი დედა რა გინდა ბიჭო გამო ბიჭო